წმებული ვარ ეს მოკრივე იტყვის თავის ათქმელს პროფესიონალურ კრივში. ველოდებით მორიგ შოუებზეც მამუკა გულიაშვილს. გორიდან თორიკე განგსტა ციკლაური მისი მოწინააღმდეგე წითელ კუთხეში მოკრივე თბილისიდან ალექსანდრე გამყრელიძე ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგებიან თორნიკე ციკლაური გორიდან და ალექსანდრე გამყრელიძე თბილისი. თორნიკე ციკლაური ცნობილია თავისი ეპატაჟურობით, თავისი გამოსვლებით და თავისი სანოკაუტე დარტყმითაც, რაც შეეხება ალექსანდრე გამყრელიძეს, არის ძალიან გამოცდილი ვეტერანი მოკრივე, რომელსაც არაერთი ორთაბრძოლა აქვს გამართული, თუმცა წლებია პროფესიონალური კრივის რინგზე არ მდგარა. ახლა კი გამოუწია კვლავ რინგისკენ გული გამოცდილ მოკრივეს და ალექსანდრე გამყრელიძეს ჩვენ ვხედავთ პროფესიონალური კრივის რინგზე კვლავ. მე როგორც უკვე აღნიშნე, აი სწორედ ესაა ის ყველაფერი, როდესაც მოკრივეს, რაც არ უნდა წლები გავიდეს, რინგისკენ ყოველთვის მიუწევს გული და ნახოთ როგორ ფორმაში იქნება გამოცდილი მოკრივე. ახლა რაც შეეხება თორნიკე ციკლაურს, ერთ-ერთ წინა თავის ბრძოლაზე მე პირობა მომცა, რომ ძალიან კარგად მოემზადებოდა და მაგარ შოუს შემოგთავაზებდა და ნახოთ როგორი იქნება მისი ამ დაპირების შედეგი. ძალიან აქტიურად დაიწყო თორნიკე ციკლაურმა. პირველ ნომრად ცდილობს იმუშაოს, აქტიური იყოს. რაც შეეხება მის მეტოქეს, გამყრელიძეს მართლაც დიდი გამოცდილება აქვს და დაელოდება თავის საჭირო დროს და საჭირო მომენტს. კარგად დაიცვა თავი ციკლაურმა, კარგი დარტყმების მერე ძლიერი დარტყმა მშვენივრად დაიცილა. და შენიშნა მერაბ მაისურაძისგან. კუთხიდან ისმის შეძახილები, რომ ცოტა დააწყნაროს ბრძოლა ციკლაურმა, რომ გადაანაწილოს ძალები, თუმცა თორნიკე ისია შემართული, მე მგონი არ აპირებს გაჩერებას. თუმცა აი ახლა უკვე გამყრელიძე გააქტიურდა. თითქოს დაღლა დაეთყო ციკლაურს. ბევრი ენერგია დახარჯა რაუნდის
პირველ წუთებში, მაგრამ მაინც აქტიურია. ნამდვილად კარგი რაუნდი ჰქონდა თორნიკე ციკლაურს. თუმცა რაუნდის ბოლოს უკვე გამყრელიძე ცდილობს გააქტიურებას. დასრულდა რაუნდი, მშვენიერი რაუნდი იყო. თორნიკე ციკლაურმა სული და გული ჩადო ამორთა ბრძოლაში, თუმცა დაღლა ცოტა ეთყობა, მაგრამ ამოისუნთქებს ახლა და იმედია გააგრძელებს იგივე ტემპში. რაც შეეხება გამყრელიძეს, ჩანს რომ კარგად ესმის თავისი საქმე, ელოდება თავის მომენტს, არ ჩქარობს. და ვნახოთ მეორე რაუნდში რაც შემოგთავაზებს გამოცდილი მოკრივე. Staying hungry, they stack the odds, still we take to the streets for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival, and the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the რაუნდია. ნახოთ ცდილობს აქტიურობას თორნიკე ციკლაური, განგსტა როგორც მას უძახიან გორში და ეს რა დარტყმა გაატარა ციკლაურმა, ნოკდაუნი რომელიც ვიხილეთ ალექსანდრე გამყრელიძე. აი ასე დაელოდა თავის მომენტს, დაიღალა ციკლაური და დაასრულდა ბრძოლა. ალექსანდრე გამყრელიძის დაბრუნება შედგა. რაც შეეხება ციკლაურს, ნამდვილად დასაფასებელია მისი მონდომება. ნამდვილად ყველაფერი ჩადო ამ ბრძოლაში, თუმცა ბრძოლა დასრულდა ვადაზე ადრე. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion. One shot, one moment. Eye on this ground. Eye on this ground. They whisper names behind my back. But silence screams when not attacked. Fists like verdicts, clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fear in my blood. Champion. One shot, one moment. Eye on the გადაეხუნენ ერთმანეთს მოკრივეები. აი ასე ვაშკაცურად, როგორც შეეფერება პროფესიონალურ კრივს, პირველ რიგში პატივისცემა და ღირსება, მერე ყველა დანარჩენი. ახლა კი მიულოცოთ ღირსეული დაბრუნება და გამარჯვება ალექსანდრე გამყრელიძეს, ღირსეული ბრძოლა. ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ ალექსანდრე გამყრელიძე.